უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35 წლის თავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. გზავნილებს ანუკი ჩხიკვაძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს უკრაინას და უკრაინელ ხალხს ოფიციალური თბილისი პრემიერ-მინისტრი მისალოც მიმართვაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მრავალწლიან ისტორიულ მეგობრობაზე საუბრობს და უკრაინას მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილმა მისალოც წერილში სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლებებისთვის ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საქართველომ ყველაზე კარგად იცის ამ ღირებულების მნიშვნელობა და ფასი, სწორედ ამიტომ ახლა საქართველო უკრაინას მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს უკრაინას. ულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35 წლის თავს. დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა. საქართველომ, რომლის ისტორიაც თავისუფლებისთვის უწყვეტ ბრძოლას წარმოადგენს, კარგად იცის სუვერენიტეტის ჭეშმარიტი ფასი. ამ განსაკუთრებულ დღეს უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს. პრემიერ-მინისტრის მილოცვა სხვადასხვა უკრაინული მედია საშუალებებითაც გაშუქდა, მათ შორის ირაკლი ყობახიძის მისალოცი მიმართვა სოციალურ ქსელში დადო უკრაინის საელჩომ საქართველოში. მადლობა ანუკი ჩხიკვაძე იყო.